და გადავინაცვლოთ უკვე კონსერვატორიის დიდ დარბაზში, სადაც დღეს საღამოს საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გაიმართება. ვინ არიან წლევანდელი ფესტივალის მონაწილეები და როგორ ჩაიარა რეგიონულმა ტურებმა, ამის შესახებ ანა ნოდია მოგყვება ახლა. ხალხური სიმღერა და ცეკვა, საკრავიერი მუსიკა, ტრადიციული საეკლესიო გალობა და ზეპირსიტყვიერება. საქართველოს ფოლკლორის ეროვნული ფესტივალი გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. რეგიონიდან ამოკრეფილი ხალხური მუსიკის აქამდე უცნობი ნიმუშები ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა, სახალხო მთქმელებმა და ანსამბლებმა წარმოადგინეს. ამ ფესტივალით კიდევ ერთხელ შევინარჩუნებთ ჩვენ განს, ფოლკლორს, ყველა მიმართულებით და მოვახდით იმ ადამიანების პოპულარიზაციას, რომლებიც აქამდე არ ვიცოდით და ძალიან ცნობილები, რომლებიც სხვადასხვა რეგიონებში არიან ანსამბლები, იქნება ეს შემსრულებლები, სრულიად ახალ პროგრამას და ახალ ვარიანტებს თავაზობენ. ფესტივალის დასკვნითი ტურების გამართვა საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იგეგმება. დღეს კონსერვატორიის დიდ დარბაზში მსმენელის წინაშე კახეთისა და ქვემო ქართლის მონაწილეები წარსდგებიან. დასკვნითი ტური მოიცავს ყველა მიმართულების კონცერტს, ეს იქნება ზეპირსიტყვიერების კონცერტი ჩატარდება რუსთაველის თეატრში, ასევე ქართული ქორეოგრაფიის კონცერტი ჩატარდება ცალკე, სიმღერის ცალკე და ველით ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, ღონისძიებათა მთელ, ასე ვთქვათ, ნუსხას და ველით რომ ძალიან საინტერესო კოლექტივები წარსდგებიან მაყურებლების წინაშე. ფესტივალის ლაურეატებს ჟიური ივნისის თვეში გამოავლეს, რომელთაც დიპლომები, პრიზები და ფულადი პრემიები გადაეცემათ.